სიმღერის სწავლა არ შეიძლება ამბობს მეორე კამერა. 1-5 აი ხა დედაჩემი და ბებიაჩემი თუ მიყურებენ არ ვიცი, დედაჩემი დისერტაციას იცავდა მოსკოვში. მე აბსოლუტურად ყრუ ვიყავი, არანაირი სმენა. ის რო წავიდა ბებიაჩემმა მიზნა დაისახა, რომ მე ამ ბავშვს სმენა უნდა მოუყვანო. დედაჩემი მოსკოვიდან რო ჩამოვიდა, სურპრიზად ჩართეს ტელევიზორში და მე მღეროდი ტელევიზორში. ეხა გეყოწები რამე გაუმღერე და გაიმეოროს. ძალიან გთხოვ. მიდი მარიამ. გაუმღერ რამე მეორესაც მოგცემ, მესამესაც ბანს. მიდი. ძალიან მაღალი გაიმღერე. ადვილი. სულ ერთია, მიდი. თული რამე რთული და. კაი, ქვემოთ ცოტა, აი რა დღეს დოდოშკა მიცეკვა მე. როზა! ვიცი, რა შენ დაიწყე? შუშუნა წვიმა. არა, შუშუნა არა. წვიმა მოვიდა დიდი მინდორი და ნამა. ია, ია. მოწიეთ ვია მოგისვა. ძალიან მაგარია. ამომისი. აი ამ ნოტაზე დედა დასრულდა ჩვენი ბოლო ნაწილიც მარიამ ყურადღება. რა კიდე გენაცვალე, როცა პროვოკაციას აკეთებ, აქეთ კონტრაპროვოკაციას ამოვა. როგორც მივხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნებოდა პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, რომელიც მოიცავს ცეკვას